Მარია ქალბატონი ლალი ბადრიძე ფსიქოთერაპევტი მადლობთ მოგზაურობისთვის ჩვენ აი ამ საფეხბურთო ორ ტრიალში ცოტა დრო გქონდა იმისთვის რომ გვესაუბროთ დიდხანს მაგრამ გადავწყვიტოთ დღეს ვისაუბროთ წიგნზე რომელიც ჩემთვის და ავტორზე რომელიც ჩემთვის აღმოჩენა გახდათ ეს არის ირვინ იალომი ეს არის ამერიკელი ფსიქოთერაპევტი რომელიც პროფესიონალი ფსიქოთერაპევტია მაგრამ რამდენიმე რომანი აქვს დაწერილი მათ შორის ერთ-ერთი რომანი ეს არის შოპენჰაუერი როგორც წამალი ეს არის რომანი, რომელსაც დავიწყე კითხვა, უბრალოდ აუდიო წიგნის მოსმენა და ვერ მოვწყდი და მადლობთ ამისთვის, რომ მომეცით საშუალება, რომ ეს ავტორიც აღმოჩინა, ეს წიგნიც შოპენჰაუერი ხელახლა აღმოაჩინა და მოკეთ ვერ ამ თემაზე ვისაუბრებთ. რატომ გადაწყვეტეთ ეს წიგნი? ჯერ ვიტყვი, რომ ირვინ იალომი მარტო ფსიქოთერაპევტი კი არა, სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორია და რავი, ძალიან მიყვარს. და რატო ეს წიგნი? რატომ ეს წიგნი? პირველ რიგში იმიტომ რომ მიყვარს. წიგნი თუ ავტორი? ორივე 93 წლის გახლავთ და ეხლა დაქორწინდა მეორე სხვათა შორის ერთი წელია. რა ეჭარება? ინტერესო. ითქვა სხვათა შორის შალვა ამონაშვილთან ვიყავი ამას წინა და ზუსტად ერთი ტიპაჟია ორივე რა, ისეთი ახალგაზრდულები, ემოციურები, რა ვიცი, ნებისმიერი ახალგაზრდა შეეჯიბროს და რატო ეს წიგნი? იმიტომ რომ ამ წიგნში არის მთელი ცხოვრების რეპეტიცია მოცემული რა. როცა ამ წიგნს ეცნობი და კითხულობ, იმდენ რამეს ხელახლა აღმოაჩენ და იმდენ რამეს იგებ და მთავარი ხიბლი რაც ამას აქვს, მე მაგალითად ძალიან დაკავებული ვარ, დრო არ მაქვს რომ მხატვრული ლიტერატურა ვიკითხო, ძირითადად ჩემი პროფესიიდან გამომდინარე სულ მიწევს განვითარება ამ პროფესიაში და ეს ავტორი საშუალებას გაძლევს თანისია ბალანსო. იცი რა, მხატვრული ლიტერატურის სახით არის მოცემული სამეცნიერო ლიტერატურა. ჩვენ ერთად ვისაუბრეთ, გახსოვთ ეს წიგნზე ძალიან საინტერესო ისტორია, რომელიც ხელმისაწვდომია მარტო პროფესიონალებისთვის კი არა, ნებისმიერი ადამიანისთვის და ნებისმიერი ფსიქოთერაპიით დაინტერესებული ადამიანისთვის და იმ ადამიანებისთვის, რომლებიც საკუთარ თავში ეძებენ საკუთარ თავს. და ირვინ იალომი მე როცა აღმოვაჩინე რომ ძალიან გავართ ერთმანეთს. და ეს არის მესამე თაობის ფსიქოთერაპევტი. ნახე, რას ამბობს, რომ თავარი ამ პროფესიაში არის ადამიანობა და ფსიქოთერაპია პროფესია კი არ არის. ფსიქოთერაპია არის მოწოდება. თქვი ეხა ჩემთვის პროფესიაა ნიკა, რომელიც მიცნობს ბავშვობიდან და რა ვიცი. ხო, არის პროფესია. ხო, გაცნობიერებლად თუ გაუცნობიერებლად ალბათ ყოველთვის შინაგანად ხარ. გინდა ეს პროფესია. არა, უბრალოდ დამაინტერესა თქვენ ახსენეთ, რომ ძალიან ვგავართ ერთმანეთსო და რა არის ის რაშიც გავხართ და ბასამ კიდე სათაურში შოპენჰაუერი ახსენა თავიდან აღმოვაჩინეო და რატომ შოპენჰაუერი, რა როლი აქვს? ძალიან საინტერესოა ჩემთვის. უფრო სწორად რო გითხრა, მე ვგავარ ირვინ იალომს, აი ზუსტად იმაში, რომ ძალიან მიყვარს ადამიანები და ჩემთვის უპირატესი არის ადამიანი. რა თქმა უნდა, პროფესია და პროფესიული უნარები ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ირვინ იალომი თვლის, რომ პირველი, რაც უნდა ქონდეს ფსიქოთერაპევტს, ეს არის ადამიანების სიყვარული. და ის რომ ურთიერთობა დაამყარო ადამიანებთან და რა ვიცი, გაინტერესებდეს შენი კლიენტები და შოპენჰაუერს რაც შეეხება, ამ წიგნის სიუჟეტი არის ასეთი, რომ მოთხრობილია ფსიქოთერაპევტის ისტორია, რომელიც უცებ გაიგებს, რომ აქვს განუკურნებელი სენი და დარჩენილი აქვს ერთი წელი ცხოვრება, სულ რაღაც. და არ იცის როგორ გაიქცე, როგორ გაატაროს ეს ერთი წელი. როგორ გაატაროს ეს ერთი წელი და ფიქრობს, ძალიან ბევრს ფიქრობს და აღმოაჩენს, რომ ყავს ერთი პაციენტი, რომელთანაც 20 წლის წინ იმუშავა დიდხანს, მაგრამ შედეგი არ ჰქონდა და გადაწყვეტს, რომ მოძებნოს ეს პაციენტი და გაიგოს როგორ არის. პოულობს ამ პაციენტს და გონია, რომ ალბათ ძალიან ცუდად უნდა იყოს, იმიტომ რომ შედეგი არ იყო. პოულობს პაციენტს, რომელიც ძალიანაც კარგად არის და რა უშველა შოპენჰაუერმა, შოპენჰაუერის ფილოსოფიამ. ამ პაციენტს, რომელიც 20 წლის წინ ხო. და მოკლედ ასე შემოდის ამ წიგნში შოპენჰაუერის ამბავი. ხო, პარალელურად ბოდიში გადაწყვეტეთ, იქ არის ამბავი, რომელიც ამ ფსიქოთერაპევტს ეხება მთავარ პერსონაჟს, ეს არის ჯულიუს ჰეცფილდი. ამ კაცის ისტორია, მაგრამ პარალელურად მეორე პერსონაჟი ფილიპ სლეიტი, რომელიც 20 წლის წინ მიტოვებული პაციენტია, ყოველ შემთხვევაში გაქცეული პაციენტია, მოდი ესე ვთქვათ, მან აღმოაჩინა ანუ მან იმკურნალა შოპენჰაუერის ფილოსოფიით და ყველაფერს ასე ვთქვათ მისი სულიერი მამა გახდა, მაგრამ წიგნი რაზეა? წიგნი მართალი ბრძანეთ, წიგნი იმაზეა, როგორ შეიძლება
ექიმს, ამ ფსიქოთერაპევტს ჯულიუს უყვარს ადამიანი და მეორე პაციენტს ეზიზღება ადამიანი. და რაღაც გაგებით ეს წიგნი არის იმაზე, ხო და პარადოქსი იმაშია, რომ ამ კაცს ვისაც ეზიზღება ადამიანი, უნდა რომ გახდეს ფსიქოთერაპევტი. ესეთი პარადოქსია და ეს ექიმი უხსნის როგორ შეიძლება გახდეს ფსიქოთერაპევტი თუ არ გიყვარს ადამიანები. და აი ამ ადამიანურ ისტორიებზეა ეს წიგნი. მაგრამ მით ძალიან საინტერესო კავტონალი, იქ არის ჯგუფური თერაპია, სადაც მინდა რომ შევეხო და ვისაუბროთ. ეს არ არის ინდივიდუალური შეხვედრები, იმიტომ რომ როგორც გაირკვა, არ გამოიღო შედეგი 20 წლის წინანდელმა ინდივიდმა და გადადიან ჯგუფურ თერაპიაზე. ეხლა მითხარით, რატომ ჯგუფური თერაპია? ჯგუფური თერაპია არის ჩემი საყვარელი ფორმა ფსიქოთერაპიის და რატომ? რატომ და როცა ინდივიდუალურად მუშაობ, ერთი კაცი მუშაობს შენთან და როცა ჯგუფურია, მთელი ჯგუფი შენზე მუშაობს და შენც მთელ ჯგუფზე მუშაობ. და სად ერთი კაცის ეს კაცთან ამდენი, ხო? იმიტომ რომ ნახე ინდივიდუალურად მუშაობ საკუთარ პრობლემებზე. როდესაც ჯგუფში ხარ, ისმენ ყველას ამბავს, ისმენ ყველას გამოცდილებას და დასკვნებს აკეთებ ბევრად მეც. ამიტომ ჯგუფური ფსიქოთერაპია უფრო ჩქარიც არის და მე ვთვლი რომ უფრო შედეგიანიც. და რა არის საერთოდ ეს ჯგუფური თერაპია? ჯგუფური თერაპია არის ძალიან ბევრნაირი. არის კონკრეტული რომ ამბობ ხოლმე, ჩემთან რომ მოდიან ხოლმე და პირველად ხა წრეში ვშდებით, სულ ყველას ახსენდება ანონიმური ალკოჰოლიკების კლუბი. მაგრამ არის სხვა პიროვნული განვითარების ჯგუფური თერაპია. არის ძირითადად ჯგუფურ თერაპიაზე მოდიან ადამიანები, რომლებსაც ურთიერთობის პრობლემა აქვთ. ეს იქნება საზოგადოებასთან, სხვა ადამიანებთან, პარტნიორთან, საკუთარ თავთან და ნახე რა ხდება ჯგუფური ფსიქოთერაპიის დროს. ეს არის მინი მოდელი ცხოვრების რეპეტიციაა ფაქტიურად. და შენ თავს ხედავ აბსოლუტურად სხვა რაკურსით. ხვდები რომ მარტო არ ახარ ამ პრობლემის წინა. რა თქმა უნდა, ხვდები რომ მარტო არ ახარ. რაც ახსენ ეს მინდოდა მეკითხა და დამეზუსტებინა. როდესაც ჯგუფი დგება, ერთი საერთო პრობლემა უნდა აერთიანებდეთ ამ ადამიანებს, ამის მიხედვით ხარის ხდება თუ არ აქვს მნიშვნელობა და უბრალოდ მე ყველა პრობლემა განიხილება ჯგუფური თერაპიის დროს. ძირითადად მაინც არის ხოლმე ერთი რაღაც კონკრეტული, იმიტომ რომ ჩვენ გასაუბრებით ვიღებთ ჯგუფში ადამიანებს და არის მაგალითად აი მოგეხსენებათ ერთ ონკოდაავადებულებების ჯგუფი ხო არის ხო? აქ ადამიანებს უფრო ერთი თემატიკა როცა აქვთ, უფრო საინტერესოა, როდესაც ამაზე მუშაობენ და აი პიროვნული განვითარების ჯგუფში სულ სხვადასხვანაირი ადამიანები მოდიან და ურთიერთობების მე მიყვარს მაგალითად აი ურთიერთობების თემა, იმიტომ რომ პრაქტიკულად ყველაფერს მოიცავს და ძალიან საინტერესოა. და რა ხდება ახლა ჯგუფში მოკლედ? მოვიდა ეს 8-10 უცხო ადამიანი ერთმანეთს საერთოდ არ იცნობენ, წარმოდგენა არ აქვს. სხვადასხვა ასაკი, აბსოლუტურად, ინტერესები, სოციალური განსხვავებულია ყველანაირად და პირველი სტადია ცოტა რთულია. პირველ სტადიაზე ხდება როგორც წესი, რომელიღაც წევრის გარიყვა გადაგდება ჯგუფიდან. ანუ ჯგუფს ვერ მოერგო, ეს ადამიანი მიდის. შემდეგ უფრო ცოტა სიღრმეებში შევდივართ და აი მეორეა ძალიან სერიოზული ლიდერობაზე როცა ალაპარაკი, მე ვარ ლიდერი თუ შენ. აი ეს არის ძალიან რთული პროცესი, რომ ჯგუფში ყველამ თავისი ადგილი იპოვოს. აი როცა ეს ყველაფერი ლაგდება, უკვე ჩნდება ნდობა და აი მერე იწყება ნამდვილი სამუშაო. და ყველაზე დიდი პლუსი რა აქვს? პირველი რომ კონფიდენციალურია აქ რაც ხდება და რაც საუბარი რაზეც არის, ეს რჩება ჯგუფში. და ნდობის ატმოსფერო ძალიან დიდია. და მე არის თემები, რომელსაც ახლობელ ადამიანსაც ვერ ეუბნები, ხო? ძალიან ხშირად. უფრო მეტი თემა ასეთია. რა თქმა უნდა და აქ შეგიძლია თამამად თქვა ის, რასაც ფიქრობ. და ყველაზე მაგარი რაც არის ჯგუფურ თერაპიაში, ყველა პირში გეტყვის იმას, რასაც შენზე ფიქრობს. აი როცა ადამიანს ეკითხები, მაგალითად, როგორ გამოვიყურები და გეუბნება, მე არაჩვეულებრივად ნინო რას ლაპარაკობ და ამ დროს ჯგუფში შეიძლება გითხრა, იცი რას გეტყვი, ძალიან გამხდარი ხარ რა. მოიხატე ცოტა რომ რაღაცა პირდაპირ გეუბნებიან და მოსულა და გულწრფელობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველა მიცის რომ შენ ამას იმიტომ კი არ მეუბნები რომ მე ან გული მატკინო ან ჩემი ჯინი გჭირს ან რაღაც უბრალოდ მეუბნები შენ აზრს და მე ვფიქრობ იქნება რაღაცა სიმართლეს მეუბნება ეს ადამიანი და დავფიქრდები ამ კრიტიკაზეც ვფიქრდები თუმცა ეს უნდა იყოს ისეთი ადამიანისგან რომლისგანაც მისაღებია და ჩემთვის ავტორიტეტია ეს ადამიანი ჯგუფში მუშაობისას ხო უკვე ვხედავ ხო როგორი ადამიანია რას წარმოადგენს და მე ვფიქრობ რომ რატოა ეს ისე როგორც არის
ბოდიში გაგაწყვეტეთ, შეიძლება ჩაგეკითხოთ. აქ ალბათ თავარი ახლა წარმომიდგენე მე არავის არ ყოფილა კიდევ. ეს არის დობის ფაქტორი. ხო, რამდენად უნდა ენდო ადამიანს იმ პრობლემების და იმ პირადი საკითხების სასაუბროდ თან უცხო ადამიანებს 8-10 კაცს. დრო და რამდენადაც გარანტია იმისი, რომ ის პირველ რიგში გაგიგებს, შემდეგ რომ ეს საიდუმლო დარჩება და პირიქით, შენ რო განდობენ საიდუმლოს, ამასაც შენ რა ხმა უნდა, ეს არანაკლებ პასუხისმგებლობა. ეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე რთული ეტაპია, ხო, ჯგუფისთვის. იცი რა, ზუსტად ინდივიდუალურ თერაპიას და ჯგუფურ თერაპიას შორის განსხვავება ეგ არის, რომ თერაპევტი ინდივიდუალურ დროს ყველა ვარიანტში გიგებს და მოყვება. აქ ესე არ არის. აქ ვიღაცა ვერ გიგებს. ვიღაცა გეწინააღმდეგება, ვიღაცა გეჭხუბება. ნახე, ეს არის მინი მოდელი ცხოვრების. თავიდან სანამ ნდობა გაჩნდება, ხო? ეს არ არის ერთდღიანი და ორდღიანი. ხანგრძლივი ჯგუფური თერაპია გრძელდება 6 თვიდან, შეიძლება 1 წელი, შეიძლება მთელი ცხოვრებაც. ადამიანები იმდენად ეჩვევიან ერთმანეთს, უახლოესები ხდებიან და ფაქტიურად თავის თავს სარკეში ხედავენ. და აი ეგ წინააღმდეგობებია ის, რომელსაც მე აქ თუ დავძლევ და აქ ვისწავლი როგორ დავძლიო, ცხოვრებაშიც ავტომატურად გადამაქვს. მე და მაინტერესა რა ბედი ეწევა ადამიანებს, რომელიც პირველი სეანსის მერე გაირიყება. ანუ ეს რას ნიშნავს, რომ მას არ აქვს რაღაცნაირად არ არის მზად ჯგუფურ თერაპიაში მონაწილეობა მიიღოს და ამ შემთხვევაში იწყებს ინდივიდუალურად? კი, ამ შემთხვევაში იწყებს ინდივიდუალურად. ძალიან რთული ალბათ, ხო. სხვა შორის თვითონ ავტორს გამოვიკითხე ინვერი იალონს წიგნი აქვს დაწერილი თეორია და პრაქტიკა ჯგუფური თერაპიის შესახებ. ბევრი წიგნი აქვს გამოცემული. ძალიან ბევრი. ბოლოს მე მგონი ერთ-ერთი ბოლო წიგნია. რა არის ეს განსხვავებული მეთოდია, ხო, რაღაც აღმომჩენი კაცია ეს. ზუსტად მაგას ვამბობ. აი ხარ ეს თემა. მესამე თაობის ფსიქოთერაპევტია მეთქი, რომ ის ამბობს, რომ ჯგუფურ თერაპიაში, როდესაც შედის ფსიქოთერაპევტი, ნახე, იქ ხო ურთიერთობებია ძირითადად და შენ განზე ვერ დადგები. შენც ხარ მონაწილე და მზად უნდა იყო გაზიარებისთვის, მზად უნდა იყო გულწრფელობისთვის, მზად უნდა იყო იმისთვის, რომ აუცილებლად ეს ჯგუფის ამბები შენ შეგეხება და შენც უნდა იყო როგორც რიგითი ჯგუფის წევრი. და ადრე როგორ იყო, ხერხე, აი სხვადასხვა მიმართულებაში ნახე სხვადასხვანაირია. აი ჩვენს მიმართულებაში ეგზისტენციალური მიმართულება, ეს პოზიტიური ფსიქოთერაპია და აქ ძალიან მნიშვნელოვანია ზუსტად ეს ურთიერთობა, ერთმანეთის მოსმენა. ნახე, ირვინ იალონმა რაც შემოიტანა, ეს არის თანაბარ პოზიციაზე ყოფნა. ანუ მე რო ფსიქოთერაპევტი ვარ, მე მაღლა არ ვდგავარ. შენ რო ხარ ჩემი კლიენტი და ადრე იყო თერაპევტი, პაციენტი. და ესო პაციენტები არ არიანო თქვა, ესენი არიან კლიენტები, რომლებთანაც მე ვმუშაობ და თანაბრად ვმუშაობთ. ჩვენ ვართ ორივე უცოდინრობის ადგილიდან მუშაობთ, ხო? იქ ვართ, იმიტომ რომ არც მე ვიცი სად მივდივართ, არც შენ იცი. უბრალოდ მე თანმოყვები, გაცილებ და ერთად მივდივართ იმ პიროვნული განვითარებისკენ, იმ აღმოჩენებისკენ. მე გვერდით მოვყვები, თან მეც ვითარდები ამავე დროს. ფსიქოთერაპევტს ერთი ძალიან დიდი უპირატესობა აქვს, იზრდები. ყველა კლიენტთან და ჯგუფურის დროსაც იზრდები და ახლა ისინი რო ჯგუფში არიან, შენ რამდენიმე შეხარ და იზრდები და იზრდები. არა, თვითონ წიგნში ძალიან საინტერესოა, სრულიად სხვა სახით დავინახე ფსიქოთერაპევტი, ფსიქიატრი, ზოგადად ეს პროფესია და კლიენტის გვახსენოთ თუ პაციენტი. იცი რა, ფსიქიატრს ყავს პაციენტი და ჩვენ ყავს კლიენტები. კლიენტის დამოკიდებულება ექიმის მიერ ჯგუფში ეს 6 ადამიანი, რომელიც ერთმანეთს უზიარებს თავის გამოცდილებას, თავის პრობლემებს უბრალოდ, იქ არის დიდი ჭხუბი, დიდი დაპირისპირება, დიდი ზიზღი, მაგრამ აი ამ ყველაზე საინტერესო ის ხდება ყოველ შემთხვევაში, ასე წავიკითხე მე რომ როდესაც ხდება ფსიქოლოგიური და ერთმანეთთან მიუღებლობა, ერთმანეთის აზრი უფრო აინტერესებთ, ვიდრე მათი ვისაც უგებენ. ანუ თუ ფსიქოლოგიურად ერთმანეთს ვერ ეწყობა ორი პერსონაჟი, მათი აზრი უფრო აინტერესებს რამათოი მოვლენას. თუ რომ კიდევ უფრო სხვა კუთხეა. ხო ეს სწორია, ესეა, ხო? ნახე, ბასა, არ ვიცი შენ მიაქცია თუ არა ყურადღება, შოპენჰაუერის საყვარელი იგავია. მოყვანილი, რომელიც ძალიან მომწონს და ძალიან კარგად ასახავს რა ხდება ჯგუფურ ფსიქოთერაპიაში. სხარბები სამთარია რა და ცივა და ამ სხარბებმა არ იციან რა გააკეთო, როგორ გადფდნენ და ჩაეხუტებიან ერთმანეთს რომ გადფდნენ, მაგრამ ეკალები აწუხებთ და ვერ ისვენებენ. აუ არაო რა, დაიშლებიან, ისე დაიფანტებიან და
ეხლა კიდე სცივად. ის აღარ აწუხებთ ეჭხლეტა, მაგრამ სცივად და წვალობენ, მოკლედ შეიყრებიან, გაიყრებიან. სანამ არ იპოვენ ოპტიმალურ მანძილს, რომ თან არ სციოდეთ და თან ერთმანეთი არ დაჭვლიტონ და ჯგუფურ ფსიქოთერაპიაში ზუსტად ეს. არ უნდა მომგუდო ჩახუტებით და არც უნდა მომშორდო. კი, აი ეს ადგილი უნდა გქონდეს, რომ ერთმანეთისთვის ვიყოთ კომფორტულები, ერთმანეთს სარგებელი მოუტანოთ, თან არც მე დავზიანდე და არც შენ. ზუსტად. უკიდურესობა არც ერთი არ ვარ, არც იქით არც ხარ და აი ბოლოს ჯგუფური თერაპია მაგას ალაგებს და მე წეგავ ვთქვი, რომ ეს არის ცხოვრების რეპეტიცია და თუ მე ამას აქ ვახერხებ, მე ეს ცხოვრებაშიც გადამაქ. ხო, ეს ღარიბის იგავი მართლაც არაჩვენებია. მე წარმომიდგენია კითხველი, რომელიც ამ წიგნს აიკითხავს, თუ არ ვსწრებ ქართულად არ არის ეს თარგმანი. არ არის. ეხლა ჩვენ გვაქვს გაგზავნილი მოთხოვნა, იმიტომ რომ აი რა ვიცი, ჩემი საყვარელი ავტორია და ჩემი ძმაც გახლავთ ფსიქოთერაპევტი და ასევე შეყვარებულია ირვინ იალომზე და გაგზავნილი გვაქვს ჩვენ მოთხოვნა მოლაპარაკებას ვაწარმოებთ და ველოდებით პასუხს რომ მოგცენ უფლება გირჩევთ ერთ გამოცდილებას რომელსაც უყვარს ასეთი საინტერესო წიგნების გამოცემა და არაერთ სხვათა შორის და კი ბატონო ერთ-ერთ გამომცემლობასთან ჩვენ გვაქვს ურთიერთობა მაგრამ თუ არ მე მგონია რომ ეს წიგნი მართლაც მარტო ექიმებს არ ეხება და პაციენტებს მართლაც გზა არის როგორ აღმოაჩინო სხვა საკუთარ თავში ადამიანი როგორ იცხოვრო როგორ გაუმკლავდე პრობლემებს და თვითონ ჯგუფური თერაპია ჩემთვის ამ კუთხით ამ წიგნში აღმოჩენა იყო რომ შეიძლება ადამიანს უჭირს ერთ-ერთზე საუბარ და პირიქით ბევრთან ურჩევნია ეს ხო ხდება თან დრო გაქვს აი დრო გაქვს ხო კვირაში ერთხელ არის შეხვედრა და დრო გაქვს იმისთვის რომ ადაპტირდე უყურო ეგ არავინ არაფერს არ გაძალებს შეგიძლია უბრალოდ შუმად იყო და უსმინო მაინც იზრდები მაგრამ მე შენ თვითონ ეს თავიდან რომ ამბობ ხო ვაიმე ვერ ვილაპარაკებ და მე როგორც ვერ აჩვენებ შენ ხარ ფაქტიურად წამყვანი რომ ჯგუფში აი ზოგჯერ როცა ისეთი სიტუაცია დაარეგულირო თორე შენ არაფერს არ აძალებ ამ ადამიანებს აძლევ საშუალებას რომ იცხოვრონ ჯგუფში. იყვნენ ისეთები როგორებიც არიან. და მაგრამ როდესაც თქვა აი რაღაც რჩევა ჭირდებათ სპეციალისტისგან ამდენ სწორ გადაწყვეტილებას იღო და ეგ არის საინტერესო. ხო მაინც ერთმანეთისგან უფრო იღებ ვიდრე რეალურად სპეციალისტისგან და თუ თქვენ გაქვთ ის დამოკიდებულება რომ ფიქრობთ რომ არასწორი გზით მიდის ამ შემთხვევაში არ ერევით პროცესში. არა. ეს არის მისი უფლება, რომ შეცდომა მას აქვს უფლება შეცდომა დაუშვას. უბრალოდ შენ ერთადერთი რაც შეგიძლია გააკეთო, შენი გამოცდილება გაუზიარო და ნინო რა არის, იცი რა მომწონს ირვინ იალომის მიდგომაში ზუსტად რომ საკუთარ ემოციას აზიარებს. და ფსიქოთერაპიას ორი ეტაპი აქვს, ჯგუფურ ფსიქოთერაპიას, როცა ურთიერთობებზე მუშაობ აცნობიერებ ამ ურთიერთობებს, ემოციები მოაქვს, ბუნებრივია ამ ურთიერთობებს და მე უკვე მუშაობ ამ ემოციებზე. რა არის ეს ემოციები, როგორ არის და საკუთარ თავში ირკვევი, დარჩევას არ ვიძლევით ნახე, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი მე ესე მქონდა და ბასასთან ისე იყო, ნიკასთან ასე იყო და შენ აიღე პასუხისგებლობა, გინდა პირდაპირ გადაიტანე, გინდა იქიდან რაღაც მომენტი და შენი სხვადასხვა გზას დაანახებ და თვითონ ირჩევს იმას, რაც მისთვის მისაღებია. ხო, თავარი პრობლემა სხვადასხვა ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ბევრ პერსონაჟს ამ წიგნში ისაა, რომ რატო არ მაძლევ რჩევას. რატო არ მაინც მოლოდინი, როდესაც სპეციალისტთან მიდიხარ, გაქვს ის რომ რაღაცაში დაგეხმაროს და იმიტომ გამოჩნდა. ხო, და რჩევა ამ შემთხვევაში სწორი აი ეს მართლაც ეგზისტენციალური მიდგომა ამ თერაპიის თავარი აღმოჩენა ჩემთვის, რომ შენ უნდა გადაწყვიტო, ჯერ პირველ რიგში უნდა გაიგო რა პრობლემაა რა პრობლემა გაწუხებს რა გინდა და შემდეგ უნდა ამოირჩიო შენ თვითონ და პასუხისგებლობა შენია ამათ იმ გადაწყვეტილებაზე და არა სხვისი შენ ამან არ მირჩია და არასწორად ჩვენთან რომ მოდიან ხოლმე რატომაც გქონიათ რომ ჯადოსნური ჯოხი გარდა დაუქნებ და პრობლემა მოგვარდა ასე არ არის ჩვენ გვაქვს ჯადოსნური კითხვები და ნახე ფსიქოთერაპია ირვინ იალომი თვლიდა და მეც ვთვლი რომ ეს პროფესია არ არის კიდევ ვიმეორებ ეს არის მოწოდება ეს არის ცხოვრების წესი ფსიქოთერაპევტი ან ხარ ან არა ხარ ან გააქეს ან არა ხო იქ თავარი პერსონაჟი ეკითხება აი ის მაგ პერსონაჟმა დამაინტერესა რომელსაც არ უყვარს ადამიანები და ფსიქოთერაპევტი მინდა გამოვიდეო და როგორ შეიძლება გამოხვიდე ფსიქოთერაპევტი ადამიანები არ გიყვარს როგორ შეიძლება აი ეს არის თავარი კარგი
და თავარი ამ წიგნის მაყურებელიც რო არ დავტოვოთ ისე გაუგებრობაში, ანუ რა არის ამ წიგნის თავარი ლაიტმოტივი, ხო? ერთი სწავლობს როგორ მოკვდეს ჯულიუს ხეცფილდი და ფილიპ სლეიტი სწავლობს როგორ იცხოვროს. და ყველაზე მნიშვნელოვანი, როდესაც ერთი წელი, ნახეთ ჯულიუსი ირჩევს, ის ერთი წელი სიკვდილს კი არ დაელოდოს და რაღაც გააგრძელოს ცხოვრება იმ მიზნისკენ, რისკენაც მთელი ცხოვრება მიდიოდა. და კვდება ბედნიერი, ხო? და ის ერთი წელი გამოიყენოს დეპრესიისთვის კი არა, არამედ ისევ სხვის დასახმარებლად მუშაობას. და ყველაზე მეტად აი ბოლო მითხარი თუ გახსოვს რა მაგარია. ეს კაფეში რო იკრიბებიან, ჯგუფი რო სამნი რო გარჩევიან, მეგობრები, ხო, მაგარი. რჩებიან. როგორი ინტრიგა და ისე მაინტერესებს. სანამ თარგმნიან დებატას ეძებენ და ციგნი გამობა. ნიჩეს რო გახსოვს რა სიტყვა და ზარატუსტრა, რომ თუ ხარო ისეთი ცხოვრებით თუ ცხოვრობ, ან ისეთი ცხოვრებით რო გიცხოვრია, რომ შეძლო რომ ეს ცხოვრება გაიმეორო და გაიმეორო. ხო და ძალიან საინტერესო. მე იმედი მაქვს რომ მომავალ წელს თუ წლის ბოლოს თუ არა მომავალ წელს ეს წიგნი ქართულად იქნება და ჩვენ კიდევ ერთხელ ვიტყვით ამ წიგნის შესახებ ორი კეთილ სიტყვას, ამიტომ ვისაც მანამდე შეგიძლია წაიკითხოთ, ეს არის ირვინ იალომი წიგნი შოპენჰაუერი როგორც წამალი. მე თქვენთვის საჩუქარი მაქვს, ეს არის სელესტ ინგი, ძალიან ერთი პატარა ქალაქის, ბედნიერი ქალაქის სევდიანი ისტორია და საფხულში თუ დაგრჩებათ. ბედნიერი ქალაქის სევდიანი, უკვე საინტერესოა. დიდი მადლობა.